დღევანდელი საუბრის თემა იოანეს გამოცხადებიდან 7 წერილი ეკლესიებს. რა არის იოანეს გამოცხადება? მოკლედ, სანამ ამ წერილებზე გადავალთ, საერთოდ რა არის იოანეს გამოცხადება? იოანეს გამოცხადება არის ახალი აღთქმის ერთადერთი საწინასწარმეტყველო წიგნი. ეს არის წინასწარმეტყველება, რომელსაც თავად იესო ქრისტე აძლევს იოანეს, რომ მან გამოუცხადოს ეკლესიებს. ანუ ბოლო რამის შესახებ ამბები. აპოკალიფსის ბერძნულად როგორც მას ქვია, ნიშნავს გაცხადებას. აი, რაიმეს რომ საბურველს გადახდი. ანუ ქრისტემ გადახადა საბურველი იმ დღეებს, ბოლო ჟამის დღეებს, რაც უნდა მოხდეს ბოლო ჟამს სამყაროს აღსასრულამდე და უცხადებს ამას ეკლესიებს. და ამის ცოდნა ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვისგან არის ეს გამოცხადების წიგნი? ნახეთ, როგორ იწყება თავად გამოცხადების თავის პირველი მუხში წერია გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმან, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისთვის, რაც უნდა მოხდეს მალე. და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლენებით მონასთვისას იოანეს. ანუ გამოცხადება, რომელიც მისცა ღმერთმა იესო ქრისტეს, ანუ მამა ღმერთმა იესო ქრისტეს, რათა ეჩვენებინა ეკლესიებისთვის რა უნდა მოხდეს მალე და მისცა იოანეს ვისის მეშვეობით, ანგელოზის მეშვეობით. ნახეთ, იერარქია როგორია? მამა ღმერთმა მისცა იესო ქრისტეს, იესო ქრისტემ ანგელოზს მისცა, ანგელოზმა აჩვენა იოანეს და იოანე მისცა ვის? ეკლესიებს. აი ეს არის ამის გამოცხადების გზა და იერარქია. და შემდეგ ამბობს ვის აძლევს ამას? ასიის 7 ეკლესიას. ასია იყო პროვინცია რომის იმპერიაში. იქ ამან ამოვარჩია 7 ეკლესია ასიაში, მაგრამ 7 ნიშნავს რას? 7 არის სრულყოფილების რიცხვი და სრულყოფილი რიცხვი და ნიშნავს, რომ ამ 7 სახით და მეშვეობით ყველა დროში, ყველა საუკუნეში, ყველა ეკლესიას უცხადებს ამას. გესმით? სისავსე 7 არის სისავსის რიცხვი. ამიტომაც მათ რასაც უგზავნის, ეს არა მარტო მათ ეხებათ, არამედ ყველა ეკლესიას, ყველა ქრისტიანულ ეკლესიას, ყველა დროში. ნახეთ, როგორ წერია პირველივე თავში, ნეტარია ის, ვინც კითხულობს და ისმენს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს, რათა იმახავს მასში დაწერილს, რადგან ახლოა ჟამი. ნეტარია ის, ვინც კითხულობს თავად, ვინც ისმენს ამ სიტყვებს და მესამე რა არის? ვინც იმახავს, ანუ ვინც იცავს მასში დაწერილს. როგორ მნიშვნელოვანია, ხედავთ? თავად ღმერთი ამბობს, რომ ნეტარია ის, ვინც ამას კითხულობს. ამიტომაც ეკლესიაში საერთოდ ჩვენი რატომღაც ასია ჩვენი აგებული ჩვენი ღვთისმსახურება, რადგან რთულად გასაგები წიგნი იყო ეს ყველა დროში და ყველა საუკუნეში, ეკლესიაში ღვთისმსახურებაში ჩვენ ამას არ კითხულობთ. წირვაზე ხომ არასდროს მოგისმენიათ თქვენ აპოკალიფსი რომ წაგიკითხოს ამონარიდი, არა. ამიტომაც ეს უნდა გამოვასწოროთ, აღშევავსოთ ეს დანაკლისი იმით, რომ ჩვენ თუნდა ვიკითხოთ აპოკალიფსი და შევეცადოთ გავიგოთ მასში დაწერილი, რადგან ნეტარია ის, ვინც ამას აკეთებს. რას უცხადებს? ნახეთ, რას უცხადებს ამ წიგნით იესო ქრისტე ეკლესიებს? პირველივე თავში ეუბნება მას დაწერე, რაც იხილე, რაც არის, რაც იქნება ამის შემდეგ. იხილე, დაწერე, რაც იხილე, ანუ ქრისტე გამოეცხადა იოანე ღვთისმეტყველს, რაც არის, ანუ აზიის ეკლესიაში რაც ხდება, აწმყოში, იმ დროში და რაც მოხდება მალე, ანუ მის მეორედ მოსვლამდე, რაც იქნება. ვის გამოეცხადა? იოანე ღვთისმეტყველს. იოანე ღვთისმეტყველი იყო ერთ-ერთი მოციქული 12-დან, რომელმაც ყველაზე დიდხანს იცოცხლა და პირველი საუკუნის ბოლოს, დაახლოებით პირველი საუკუნის ბოლოს არის დაწერილი ეს წიგნი. იოანე გადასახლებული იყო კუნძულ პატმოსზე, ეს არის საბერძნეთის კუნძული ერთ-ერთი, დღეს არის თურქეთთან უფრო ახლოს, მაგრამ მაშინ ეს მთელი ბერძნული სამყარო იყო მთლიანად და გადასახლებული იყო იოანე ღვთის სიტყვის ქადაგებისათვის. თვითონ თავადვე წერს ამას
აი ამ ტყვეობაში პატმოსზე, კუნძულ პატმოსზე თვითონ იოანე წერს, რომ ვიყავი ერთ დღეს, საუფლო დღეს, სულით აღუსილი და მომესმა მრგვინავი ხმა ჩემს უკან, ამბობს იოანე, როგორც საყვირის, რომელმაც მითხრა, მე ვარ ანი და ხოე, ანუ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული. პირველი და უკანასკნელი, რასაც ხედავ დაწერე წიგნში და გაუგზავნე ასიის ეკლესიებს, ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიასა და ლაოდიკიაში. აი აქ არის ჩამოწერილი ეს 7 ეკლესია ამ ქალაქებში. დაუგზავნე მათ. ნახეთ, და იოანე როცა მოbrუნდიო იოანემო, რომ გავიგე ეს ხმა მოbrუნდი რომ დამენახაო ხმაო, საიდან მოდიოდა ეს ხმაო და ხედავს იოანე ქრისტეს, ანუ კაცის ძის მსგავსი, ასე ამბობს, რომელიცო 7 სასანთლეს შორის იდგაო. 7 სასანთლე იყო ოქროსიო. ეს 7 სასანთლე ზოგს მე ხატებიც მინახავს, ზოგს წარმოდგენილი აქვს ერთშანდლიანი. ხშირად ამას გამოსახავენ 7 სანთელას. აი 7 სანთელა, რომელიც სოლომონის ტაძარში იყო, რადგან ეს 7 სანთელი ღვთის სულიწმინდის 7 მადლს ნიშნავს. ღვთის 7 სული. და აი ამ 7 სასანთლეს შორის ხედავს კაცის ძის მსგავს, ანუ იესო ქრისტეს და იესო ქრისტე აღარ არის ისეთი, როგორიც ამ ქვეყანაზე იყო. საშინელი შესახედია, იმ გაგებით რომ თვალს ვერ გაუსწორებ მის ღვთაებრივ შესახედაობას. სახე ისეთი ჰქონდაო, იანი ამბობს რომ როგორც მზეს რომ თვალს ვერ უსწორებ, ასეთი სახე ჰქონდაო. და ერთ-ერთი მთავარი ნიშანი, ნახეთ რა არის, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ოქროს სარტყელი ერტყაო, კერძეო. კამარს რა უნდა მკერძზე? კამარს ხო წელზე ირტყავენ, მუცელზე, ხო? რატომ თეძუებს, რატომ? და აი ანდრია კესარიელი, ვინც განმარტება წმინდა ანდრია კესარიელმა გააკეთა ამ წიგნის განმარტება, ის ამას გაგუმარტავს ასე, ძალიან საინტერესოა. კამარსო, მუცელზეო ჩვენ იმიტომ ვირტყავთო, რომ ხორციელი ნებები შევბოჭოთო, ხო? ანუ მუცელზე თუ კამარი გაქვს მორთმული, ასე თქვათ, ნებებს ბოჭავ ამითი, რომ მუცელი სარმისზე გასაგანი მუცელს, ხო? მუცელი ხო ნებების და გრძნობების და იმისის ადგილია. და მას მკერძზე იმიტომ აქვს შემორტყმული სარტყელიო, რომ მრისხანებას აკავებს ამითი. მის მეორედ მოსვლამდე მრისხანება კერძში ხო მრისხანება, აი როცა კაცი ადამიანი მრისხანებს, როგორი პოზა უჭირავს მას? ასე ხო არ დგას რაღაცნაირად, ხო? მრისხანებს მკერდით და მკერძზე ოქროს სარტყელი ნიშნავს, რომ ქრისტეს მრისხანება ჯერ შეკავებულია, ჯერ შეჩერებულია მეორედ მოსვლამდე. და ამიტომაც აი ამ წყალობის ჟამს გვიგზავნის წერილებს იესო ქრისტე, რომ გაითვალისწინეთ, იფიქრეთ ამაზე, გაფრთხილდით ამაზე, რომ ბოლო ჟამს ის რისხვა როცა მოვა, ის დღეები, მაშინ არ მოხდეთ ამ რისხანების ქვეშ თქვენ. და ეუბნება დაუგზავნე ეს 7 წერილი ამ ეკლესიებს. და დავინახეო იოანემ თქვა, დავინახეო რომ მარჯვენა ხელშიო 7 ვარსკვლავი ეჭირაო იესო ქრისტესო. და სასანთლებს შორის დადის, დგას და 7 ვარსკვლავი უჭირავს ხელებში. ეს 7 ვარსკვლავი მე იესო ქრისტე თავად უცხადებს იოანეს. საიდუმლო 7 ვარსკვლავისა, რომელიც იხილეთ ჩემს მარჯვენაში, 7 სასანთლისა ოქროსი, 7 ვარსკვლავი, 7 ეკლესიის ანგელოზნი არიან, ხოლო სასანთლენი თავად ის 7 ეკლესია. ანუ ეკლესიას იე ქრისტე ადარებს თავად ანთებულ სასანთლეს. როგორც ანთებული სასანთლე ანათებს სამყაროს, ისევ ეკლესია უნდა ანათებდეს თავისი არსებობით, გესმით? ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ეკლესია, აი თუნდაც მიუხენის სამრევლო, უნდა ანათებდეს, ბრწყინვალე უნდა იყოს, ისეთები უნდა ვიყოთ ჩვენ, აი სიტყვის ქადაგებაში და საქციელში, რომ ანთებული შანდალივით ვიყოთ ჩვენ. და ის ვარსკვლავნიო 7 ანგელოზია, რომელიც ეკლესიის მფარველად და მცველად და დაყენებული ყავს იესო ქრისტეს. და როცა წერს იესო ქრისტე, წერილები როგორ არის აგებული, ნახეთ? როცა წერს თითოეულ ეკლესიას, ეკლესიის ანგელოს მისწერე ეუბნება.
ეფესოს როცა წერს, კი არ ეუნება ეფესოს წინამძღვარს მისწერე ეს წერილი. მისწერე ეფესოს ეკლესიის ანგელოს, რომ გამოუცხადოს მან ჩემი ნება ამ ეკლესიას. ამიტომ თქვენ შეიძლება ამას ვერ ხედავთ და ჩვენ ვერ ხედავთ, მაგრამ ჩვენს ეკლესიასაც ყავს თავისი მფარველი ანგელოზი და რა ხდება ამ ეკლესიაში არაფერი არ არის დაფარული მისთვის, გესმით? ვინმე ვინმეზე ჭორაობს, ვინმე ვინმეს ლანძღავს, ვინმე რამე შეუფერებელს აკეთებს ეკლესიის, თუ მემეშლება რამე როგორც მღვდელს, თუ თქვენ მფარველი ანგელოზი ყველაფერს ატყობინებს უფალს, გესმით? აი, როდესაც ჩვენ საშუალება დაგვიდგა ამ ეკლესიის, ასე თქვა, დათმობის, ხომ გახსოვთ შენობის. მე სულ ამ ეკლესიის მფარველ ანგელოზს ვევედრები ხოლმე, რომ თუ ნება აუფლის, შეგვიწიე, დაგვეხმარე, დაგვიცავი, რომ ჩვენი ეკლესია არ დარჩეს სალოცავი სახლის გარეშე. ამიტომ, როცა შემოაბიჯებთ ეკლესიაში, ეს გახსოვდეთ, რადგან ახალ აღთქმაში ეს ქრისტეს სპირიტაა, ნათქვამი რომ თან ეს ანგელოზები ხელში უჭირავს მას, გესმით? აი მეფე რო ტახტზე ზის და სკიპტრა რო უჭირავს. სკიპტრა რას ნიშნავს? ძალაუფლების ნიშანია, ხო? მეფის. აი ასე უჭირავს ეს ანგელოზები იესო ქრისტეს, რომლებიც აკონტროლებენ მის ეკლესიებს დედამიწას. მაგრამ არა მარტო ანგელოზები, თავადაც გადის ამ ეკლესიებს შორის და აკონტროლებს რა ხდება ეკლესიებში. დავიწყოთ, მოდით თითოეულ ეკლესიას რას წერს, ძალიან საინტერესოა. და ნახოთ, აი რა უნდა გაითვალისწინოთ ახლა თქვენ, აი ამას დაუკვირდით ძალიან გთხოვთ. ამ ეკლესიებს როცა წერს იესო ქრისტე აფრთხილებს, აქებს იმისთვის, რაც ეს შესაქმნი არიან, აფრთხილებს ის, რაც არ მოსწონს მათში, მითითებას აძლევს რა უნდა გააკეთონ, რომ გამოსწორდნენ და პირობას აძლევს, რომ თუ ძლევთ ამას, თუ გაიმარჯვებთ ამაზე, რაც თქვენ გჭირთ, მოგცემთ ამას და ამას, ეუბნება იესო ქრისტე, გესმით? ამიტომ და თან, რასაც იმ ეკლესიებს ეუბნება, ის მხოლოდ იმ ეფესოს ეკლესიას ან პერგამონის ეკლესიას კი არ ეხება. ბოლოში წერს, ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს. ანუ ეს წიგნი შვიდ ეკლესიას დაეგზავნა. ეფესოს მარტო თავისი კი არ გაეგზავნა. ეფესოს ისაც გაეგზავნა პერგამონში რაც ხდება და სარდეში რაც ხდება. და ჩვენც გამოგვეგზავნა ამ გაგებით, ხდებით 20 საუკუნის შემდეგ მიუხრენის ეკლესიამაც მივიღეთ ეს წერილი. რატომ? ეს 7 პრობლემა, რაც იმ 7 ეკლესიაშია, ყველა საუკუნეში ყველა ეკლესიას ჭირს. ყველა შეიძლება ჰქონდეს ეს პრობლემა. გარდა ამისა, შეიძლება კერძო ერთ მორწმუნე ადამიანს მჭირდეს ეს პრობლემა, ის რაც იმ ერთ რომელიმე ეკლესიას ეუბნება. მაგალითად, ერთ ადგილას ამბობს, რომ თქვენ გარყვნილებაში ხარ ჩავარდნილი, მეორეს ეუბნება, რომ შენ დაივიწყე შენი პირველი სიყვარული, გესმით? და ეს თითოეულ ადამიანსაც ეხება. და მესამე რაც შეიძლება ამაში დავინახოთ, ჩვენ განმარტებელები ზოგიერთი ასეც განმარტავენ ამას, რომ ეს 7 ეკლესიის 7 პრობლემა არის 7 ეპოქა ქრისტეს ეკლესიის ისტორიული განვითარების. ნახეთ? 7 ეპოქა. და დასასრულში რა არის საინტერესო? დასასრულში ამ ბოლო მე-7 ეკლესიას ეუბნება, რომ ნელთბილი გახდიო შენ. ნელთბილი გახდიო. ხარ ვითომ ქრისტიანებმა თან არა ხარო. დაკარგებ ხურვალებაო. ზუსტად ჩვენს ეპოქას არ შეეფერება ეს. ნელთბილია მთელ მსოფლიოში ქრისტიანობა. ეს ხურვალე, თუნდაც აი ევროპა მაგალითად, ხო? ევროპა ერთ დროს იყო მხურვალე ქრისტიანები, მაგრამ საწავიდა ეს. ჩანს სადმე რომ ხურს მათი გული ქრისტიანულის ქრისტეს სიყვარული და არა. აი უბრალოდ ლაოდიკიის ეკლესიას ამას შედანაშაულებს, რომ შენი ნელთბილობა საძაგელია ჩემთვის დასანახად. ხებსით? ამიტომ ეს მესამე მომენტიც გაითვალისწინეთ, რომ ეს 7 პრობლემა არის ისტორიულად 7 ეპოქა ქრისტეს ეკლესიის. არასთავარია? ნახოთ პირველად რას ეუბნება უშუალოდ იმ დროს, იმ აწმყოში მათ ამ ეკლესიებს. როცა წავიკითხოთ ეფესოს წერილი, თქვენს მიაყოლეთ თვალი და შემდეგ თავარი მომენტები აქედან განმარტოთ. იცით, ეს ძალიან მოცულობითია ეს ყველაფერი. რასაც მე ახლა თქვენ გიკითხავთ, მაგრამ მოდით არსებითი დავინახოთ ჯერ, არსებითი. და სხვა შემდეგ საუბრებზე სხვა დროს კიდევ შეგვიძლია უფრო ღრმად